გამარჯობა, აერო თქვენთან. და ამ ვიდეოში ნახავთ ვიპროსის vlogs. მე ვარ იუთუბერი 300 გამომწერით. აი მოვიდა ანგუსის ბურგერი. ეს vlogi არანაირი vlogis კრიტერიუმში არ ჩდება. ისეთი კადრები და რაღაცები გადავიღე. ცოტა არა ადეკვატური. გონი რუსთავის რეისებზე დადიოდა ისე ეტარებს დამასწავლე. მოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ. გამარჯობა, აერო თქვენთან და ამ ვიდეოში ნახავთ ვიპროსის vlogs. ყოველთვის მინდა და ვიდეოს დაწყება ესეთი ქვიშიანი სანაპიროდან და ესეც მეგობრებთან ერთად ვარ ჩამოსული ვიპროსში ერთი კვირით. ეს არის ჩვენი ვილა, რომელიც დაგვიჯდა 2100 ევრო 7 ღამით. მომდენო 7 ღამეს ამ ვილაში გავატარებთ. ვილა მდებარეობს პარალინთან ახლოს აი ესეთ ულამაზეს დასახლებაში და რაც ყველაზე მთავარია, სულ რამოდენიმე მეტრში გვაქვს ესეთი ულამაზესი სანაპირო. ერთი წუთი, სანამ ყურებას გააგრძელებთ. გთხოვ, მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეხა კი ჩაუჯექი. ეს არის ჩვენი ვილა. ეხა იმას ვამბობდი, რომ მეზობლების საუზი ჯობს მეთქი ჩვენ სასწრაფოს. გონი ცარიელია და გადავიყაროთ. აი ესეთი ვილიდან გამოვდივართ და ვძდებით ამ მანქანაში. ეხა ნახე ჩაჯდომის მომენტია. აი ბიჭებს ჩაგრავენ ვჯდებით უკან. აი ბიჭები უკან. დანარჩენები ყველანი წინ. სად მივდივართ ეგეც მითხარით, ბარემ? როტარასის ლიდლში. აჰა. აი ესე სანამ საქართველოში არ გახსნიან Starbucks, მანამდე ეს ქართველები დახამებულები ვართ. უცხოეთში სადმე Starbucks რო დავინახავთ, ეგრევე შევარდებით. მე ვარ იუთუბერი 300 გამომწერით. ეს არის ჩემი, ხო? იმედია. არ ვიცი. არა, ეს. აუ, მეწყინა, ეს უფრო კაია. ეს არის ჩემი. ეს არის ჩემი მაკიატო, კარამელით. რაც ძალიან მიყვარს. ეხა ვართ როტარასის ცენტრში. Starbucks-ში. აქედან უნდა გავიაროთ, რაღაცები დავათვალიეროთ როტარასში. მესამე დღე აქ ვართ და პირველი შემთხვევა, როცა სადმე გავედით. მარტო სახში ვიჯექით. ჭამდით და აუზში ჩავდიოდით. ეგ იყო ჩვენი გასართობი. აი ესეთი Starbucks-ის რაღაცა იყიდა. აი ამ გოგომ. გამოვედი Starbucks-იდან და სადმე ვდივართ ამთა? საჭმელად. ხო, ანუ დავლიეთ და ეხლა უნდა ვჭამოთ. დარწმუნებული ხარ ისმის? ჩემი ისმის სასწაულია. ან რა ვიცი, თუ მეკითხები, ალბათ მიკროფონით უნდა მომაწოდრო პასუხი გაგცე. აი ესეთ საბურგერში შემოვედით ბურგერისთვის. აი ესეთი ადგილია. ეხლა რა შევკვეთავთ? რა თქმა უნდა ყველაზე დიდ ბურგერს. აი ამ ბურგერს ვიღებთ. ასმელები მოვიდა. Jungle Juice-ია ჩემი. ნუ რა საყვარელია ვანახე. აი თავისი ინიციატივით მოუტანა ადამიანმა. Wow. ეხლა ვსინჯავ Jungle Juice. ეს ხო სასმელები, ხო? აი მოგს. იქნებ რო გინდა გაგასინჯო? გასინჯა. ხო, აი ეს. აბა როგორია? გამარჯოს. აი მოვიდა ანგუსის ბურგერი, რომელიც ესე გამოიყურება. აი, ნუცას ლაზანიაც. დანარჩენი ანგუსის ბურგერები გვაქვს. მაცივრის მისაკრავებია.
რომელი მოგწონს? და ესეთი ფეხმაჯური, რომელსაც ნიკა მიყიდის, ოღონდ მე გადავიხდი. და მე მოგწონთ ახას. და მე ნიკა მომცეს ახას. ვებთან ერთად წამოხვალ ქალაქის დასასვალიერებლად. ესე არიან სულ მაღაზიებში და ჩვენ ველოდებით. ალბათ ამთან რა ვიყიდეთ აჩვენე? და რატო ვიყიდეთ? ნიკა მითხრა მოკლედ თქვიო, მე კიდე მოკლედ ლაპარაკი არ მიყვარს. არ მოუყვები. კაი. ჩემს მაიყო. ხუთი ეს პროექტი პატარა მაინი. რომელიც ძალიან გვარს, მე იმას არის გქარქვა. დავდებ ეს კიდე ხოლმე სასაცილო და არ დავდებ. მე ამერიკაში ვარ. ეს ის დავხმა მაინი. ეს მაინი ვაჩქოთ. და ეხლა ჩემ მაინი ეს მაგრამ. არ გამხდარ. ვიყიდეთ ესეთი შენი ფავორიტი. ორიგინალური კარტი. აი იქეთ თუ ჩანს კატერი როა და ბანანი, ეგ ჩემია, მე ვაქირავებ მაგას. თუ დაგჭირდებათ პროტარაში სანაპიროზე თუ იქნებით, მომწერეთ. კაიფასად გაგიკეთებთ, რა ბანანია, 6 კაციანია იქ. ბარემ გაჩვენებთ, ეს არის პროტარასის სანაპირო. ეს არის ჩვენი მაციوارი. ხო, ცოტა გავაცარიელეთ, უფრო სავსე იყო. უფრო მეტი სასმელი გქონდა, როგორც წესი. სასმელს ვაყოლებთ, ეს არის ჩვენი საჭმელი დღიდან დღემდე. თუ შეამჩნევთ საჭმელი არაფერია, მხოლოდ სასმელები დევს. ესეთი გემრიელობა მოამზადეს გოგოებმა. დღე მესამე, მივდივართ პაფოსში. 2 საათ ნახევარი ვიარეთ პაფოსამდე, რომ გვეჭამა ქათმის ვრები. ეს ადგილია გადადნო ჭამოთ. მაგრამ დასაჯდომი არ აქვს. ეს არის ფოტოგრაფი და ეს არის მისი ჰეითერი. ხუთი კონტინენტი მონაწილეობდა ფოტოგრაფიის კონკურსში და მე ამირჩიეს shortlist-ში მოვხვდით. გეფიცები აქ გავაკეთოთ ეს გვერდი ნუცასი, რომელიც Place of Gabi, აი აქ დადენი, Place of Gabi. დამოფოლოვით მეგო. ვრაპები მოვიდა და უნდა ვჭამოთ აქ. აი ესეთია ევროპი შიგნიდან. ძალიან გემრიელია. ეს რამ ხელა გაგტუსია. თამაშია და სად უყურებ ხარას თამაში. შემდეგი დილა. ესეც ჩემი ესპრესო. ესპრესო მაკიატო. გაგვიმართლა ყავის აპარატი დავხტო. ეს ვლოგი არანაირი ვლოგის კრიტერიუმში არ ჯდება. ისეთი კადრები და რაღაცები გადავიღე, მაგრამ რაც არის ეგ არის. გუშინ შევდახოთ, რომ სანაპიროზე გავსულიყავით 9 საათზე. ეხლა არის 10:15 წუთი. რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? არ ვიცი, უკომენტარო და გამაღვიძე, ვის ნახევარზე გავიღვიძე. და ჩამოვედი და არავინ არ არის. რა კომენტარი უნდა გავაკეთო ჩემო კარგო ეხლა ამას. თქვენ ხებოძალთან. მე ჯერ მძინავს და რო გავიღვიძებ, გავაკეთებ მე კომენტარს ალბათ გაბრაზებულს. ალბათ გავალთ 11-ზე. ეხლა ჩავდივართ ჩვენს ვილასთან, რომ სანაპიროა იქ. ძალიან ლამაზი სანაპიროა, ეხლა გაჩვენებთ. ესეთი კაფეა ჩასასვლელში. დილა, ეხლა და ცარიელია ცოტა. ესეთი ქვიშიანი სანაპიროა. ყურეში. აქედან არის ჩამოსვლელი. შემდეგი დღე ეხლა მივდივართ აიანაპაში. Outfit check. მედი გამოიპრანჭე. ეხლა ვართ აიანაპაში და პატარა საქართველოა. აი ქართველები დადიან შუაგზაში. უშიშის გავხსენილი ელგრეკოს კაფე, შეგიძლიათ მოგზანდეთ. თქვენი კაფეა გუგა? მივირთვით რაც გინდათ, არ არის პრობლემა არანაირი და თქვენი შეფასება გაგვიზიარეთ აუცილებლად. სუვენირები მომეწონა.
ეს ერთი. ეს მეორე. Hello. Oreo. Yeah. Yeah. Thank you. If she don't want. Thank you. ცნობილი ფოტოგრაფი და ფოტომოდელები. ეს არის გადაღების ახალი ტექნოლოგია. ცოტა ვისეირნეთ, ეხლა მოგშვიდოთ და მივიდივართ Hard Rock კაფეში. მან დაგვთ ძალიან მაგარი სასმელი, Mango Tango. რაც არის ჩემი ფავორიტი. და შენიც ხო? ხო. Hard Rock კაფე იკეტებაო, არ შეგვიშვეს, ამიტომ სხვაგან უნდა წავიდეთ. 11-ზე იკეტება ყველაფერი, ამიტომ დავჭით მშივრები. წავალთ სახში რამე შევჭამთ. თუ რამე არ ვიპოვეთ 24 საათიანი. აი რა დიდი სჯობს ქობულეთი აიანაპას. გვიანობამდე მუშაობს რესტორნები. ერთ-ერთი ღია რესტორანი ნახეთ A92. აი ხა რავჭამე გაჩვენებთ. ჩავაგდებ ვიდეოს. და ქუჩაში ხდება ესეთი ამბავი. წელს დადიან მანქანებით და წყალსასხამე ხალხს. ვიდეოს შევასწავლოთ სადმე. ეს არის აიანაპას ყველაზე ცნობილი სანაპირო, Nisi Beach. ესეთი ქვიშის ბილიკია და ორივე მხარეს არის სხვა. საკმაოდ ბევრი ხალხია აქ. თან დილაა ჯერ. იმიტომ რომ თუ კვიპროსში ჩამოდიხარ და აიანაპაში, ეს სანაპირო აუცილებლად უნდა ნახო. სანაპიროზე Long Island-ი ავიღეთ. 9 euro ყიდამ. პრობლემა იგას ძალიან კაი კოქტეილი. ეხლა მაგასაც გაჩვენებთ. ესეც ანანასის კოქტეილი. Nisi Beach-ზე შეგიძლიათ ესენი იქირაოთ. პარაშუტი იღებს 80 euro. აი წყლის ველოსიპედები რაც არის, ეგ 1 საათი 20 euro. ეხლა ვაპირებ ზემოთ ავიდე და ზემოდან გაჩვენოთ როგორი ხედია. ახალგაზრდულად თუ გინდათ რომ დაიშვენოთ გართობა კლუბები და ისეთ კაი სიტუაციები, მაშინ აიანაპაში უნდა ჩამოხვიდეთ რა. აქ უფრო არის ეგეთი ადგილები. ჩვენი ვილა სადაცაა, მანდ უფრო სიმშვიდე და ეგეთი დასვენებისთვის არის რა. აიანაპასგან არის დაახლოებით 8-10 კილომეტრში ჩვენი ვილა. იქ ქვემოთ პატარა ყურის ნაწილია სანაპირო. ცოტა უცნაური ის არის, რომ შედიხარ 50 მეტრზე დაახლოებით მეწე და წყალი არ რიღო, მაგრამ წელამდე გვწდება. ესეთი ხედია ზემოდან. აი წყალს ისეთი ლამაზი ფერი აქვს. წავედი ახლა ქვემოთ ჩავიდე, თორე ქვიშა ძალიან ცხელია და ფეხები დავიწვი. ხომ, შეზლონგების ფასი არ მithkoms. 2.5 euro ღირს ერთი შეზლონგი. ქოლგაც ეგრე. თუ ადგილი დაგხვდებათ და ცარი შეზლონგს იპოვით, ძვირი არ დაგიჯდებათ. ეხლა დაახლოებით 30 გრადუსია ტემპერატურა, მაგრამ წყალი საკმაოდ ცივი იყო. მიუხედავად ამ ყველაფერისა, აი კადრშიც ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო სანაპიროზე. სხვათა შორის რამოდენიმე ქართველსაც გადავეყარე. აი იქ სადღაც ზემოთ არის უკანა რიგში ჩემი შეზლონგი. ადგილები არ დაგხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მოვიდით. აქამდე უყურებთ ვიდეოს, არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ. ესეც შემდეგი კოქტეილი. ხავართ ავტობუსის გაჩერებაზე, ავტობუს ველოდებით. ეს ხები დავდიოდით სულ მანქანით, მაგრამ დღეს მანქანა არ მყავს, ამიტომ ავტობუსის გამოცდილებაც გვექნება.
აი ანაპაში მივდივართ ახლა ავტობუსი შედება დაახლოებით 40 წუთი. ავტობუსში წინა მხრიდან ამოდიხარ და მძღოლთან იხდით ახას. უცნაური და მძღოლი გადადის ბილეთს. ეს ავტობუსი კომფორტულია, სასაუბრებლები ბევრად კომფორტულია ვიდრე ჩვენთან. პატარა საზამთროებია. ავტობუსში ვუყურებთ ოქტობუსის ერთკვირიან ლაივს. ჩამოვედით. აი ამ ავტობუსით ვიმგზავრეთ. ძღოლი მგონი რუსთავის რეისებზე დადიოდა ისე ატარებდა მანქანას. გუშინ ვერ შევედით, მაგრამ დღეს მაინც მოვედით Hard Rock კაფეში. მაინც ხო დავჯექით. ესე არ წავით აქედან, რომ Hard Rock კაფეში არ შემოსულიყავით. ეს არის ნაკები Mango Tango. აი უგემრიელესია. ესეც ბურგერი. ესე გამოიყურება. აი ბურგერის მერე სიმინძე მოვედით. აი ესე ეწובה სიმინდი. მაგარია. კობულეთის სიმინდი შოუს. აი იყო ეს, მაგრამ ჩვენი შოუს. პატარა მარცვლები ქონდა ამას. მივედით დასასრულისკენ, ლარნაკას აეროპორტში ვართ, ახლა მივდივართ ქუთაისში. თუ აქამდე უყურებთ ვიდეოს, აუცილებლად დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.